და გიორგი ოკმანაშვილის ცოლი. მოგესალმებით თამთა, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ოჯახის ორი წევრი ყავთ დაპატიმრებული. ამ რეჟიმის პირობებში. რა მოხდა გუშინ რომ მოგუყვეთ? მოგეთ გუშინ იყო ძალიან ესე რომ ვთქვათ რაღაცა დრამატული დღე. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით საბას და ნიკა კაციას პროცესზე, ან ჩვენ ყოველთვის ესე ერთმანეთის პროცესებზე ვესწრებით თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ანუ საბას პროცესის დროს რო შევედით დარბაზში ამ სრულმოწმის დაცვად წარმოდგენილი იყო 8 კაცი და დარბაზში უბრალოდ აღარ იყო ფიზიკურად ადგილი რომ ჩვენ მეგობრები, თანამებრძოლეები დამსხდარიყავით და გვენახა ეს პროცესი, ესე რომ ვთქვათ, შემდეგი ერთ-ერთი ცირკი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ამდენი უბრალოდ პოლიციელი არ იყოს საჭირო ამ ერთი მოწმისთვის და გვინდოდა რომ ჩვენც დავსწრებოდით ამ პროცესს. და მოკეთ მეგრე შესვენება გამოაცხადა მან მოსამართლემ და მანდატურს უთხრა რომ თუ შეიძლებაო მოკეთ მოაგვარეთ ეს სიტუაცია და შემოუშვით ის დანარჩენი ხალხიცა. და ნუ აი ამაზე თვითონ მანდატურმა ისეთი რაღაცეები იკადრეს და ისეთი რაღაცეები აკეთეს განსაკუთრებულად ერთმა პიროვნება. ის ერთი პიროვნება ყოველთვის ძალიან ცუდად იქცევა. ყოველთვის აი რაღაცნაირი აგრესიული დამოკიდებულება აქვს ხოლმე ჩვენს მიმართ. და აი თვითონ იქ დარბაზში ისე მოხდა რომ მოგვაწვა, წაგვაქცია გოგოებს ძირითადად და იყო რაღაცნაირი აი შეხლა შემოხლა, რაღაცა ხმაურიანი ის იყო. და შემდეგ მოკლედ გავიდნენ ესენი რა ქვია, დაცვის ხალხი და შევედით მერე ჩვენ. მე ვიყავი თვითონ დარბაზში, გამოვედი უკვე გარეთითაც იყვნენ ხალხი. და გარეთ იყო ჩემი ძმა. რა დროსაც მოკლედ აი ეს ცრუმოწმე როცა გადის სასამართლო დარგმიდან, შენობიდან ეზოში იღებს უბრალოდ აი ჩვეულებრივად უჭირავს მობილური თავისი ხელში და იღებს აი ამ გასვლას და ყველას აქვს რაღაცა სხვადასხვანაირი წამოძახილი. არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს. ჩვენ ნამდვილად არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს. და აი ამ გადაღების დროს უკნიდან რამოდენიმე კრიმპოლის წარმომადგენელი თავს ესხმის და რაღაც ძალის გამეტებით ტენიან მანქანაში და მიყავთ გაურკვეველ ადგილას. არ ვიცით სად მიყავთ. არ გვიპასუხეს სად წაიყვანეს. და ნუ აი მერე პროცესი იყო რომ საღამოს 9 საათამდე ფიზიკურად არ ვიცოდით სად იმყოფებოდა და როგორ იმყოფებოდა. ჩვენ უბრალოდ აი რა მანქანითაც გადაიყვანეს, ის მანქანა დაიმახსოვრეს იქ მეგობრებმა. მათი ვიდეოებიც არის გადაღებული, როგორ ესხმიან თავს და როგორ ტენიან ამ იმაში. ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ამ ხალხს. და მერე მოკლედ აი დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თიღმის განყოფილებაში არის. ეს თუ დაგირეკეს ეგეც კარგია საერთოდ, იმიტომ რომ რაღაცა პრაქტიკა ჩამოყალიბდა იმის, რომ ადამიანებს იტაცებენ. და მე მათი მოძებნა კიდე ცალკეულ დიდ ოპერაციის ჩატარებას მოითხოვს. არა და პოლიციელებს აქვთ ვალდებულება, როცა ადამიანს იჭერენ, რომ განახორციელონ ზარი და ოჯახში შეატყობინონ, რომ ეს კაცი დაჭერილია. მაგრამ ამას წარაკეთებენ და ამაზეც უარი თქვეს და ძალიან იშვიათად ხდება ეს ყველაფერი. მოდით მარიკა თქვენთანაც რო გადმოვიდეთ, ვისაუბროთ იმაზე, ამ საქმეებზე, გუშინაც მოხდა სამართლოში, ახლა ჩვენ მოვისმინეთ, როგორ დააპატიმრეს იქ ადამიანები და რამდენად სიველურე გამოიჩინეს, ხო, მანდატურის სამსახურმა და ამ შემთხვევაში საუბრობთ აბსოლუტ უაზროდ დაკავებულ ადამიანებს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ, ხო? რამე სამართლებრივი საფუძველი აქვს ამ ყველაფერს?
მოგესალმებით პირველ რიგში. სამართლებრივი საფუძველი მკითხეთ და დღეს ძალიან რთულია ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში სამართლებრივ საფუძვლებზე და ადამიანის უფლებებზე საუბარი. დღეს სამწუხაროდ უკვე ჩვენ ცხოვრობთ, კი არ გავიღვიძებთ ოდესმე ხვალზე, გარემეთ უკვე გაღვიძებულები ვართ ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებები არ არსებობს, სადაც არის შერჩევითი სამართალი. რას ნიშნავს შერჩევითი სამართალი, როდესაც ადამიანებს იჭერენ არა მათი საქციელის გამო, ან სჯიან არა მათი საქციელის გამო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს სურს კონკრეტული ადამიანების დასჯა, იმიტომ რომ ის არის მათთვის არასასურველი. სახელმწიფოში გულისხმობ უკვე რეჟიმს, ხელისუფლებას, რომელიც მართავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ხელისუფლებაც ყავს მათ შორის არალეგიტიმური და შერჩევითი სამართლის პირობებში, რა თქმა უნდა, არის დაუსჯელობა იმ ადამიანების, ვინც რეალურად ჩადიან დანაშაულს, მაგალითად, იგივე ცრუმოწმე პოლიციელები, იმიტომ რომ ცრუ ჩვენების მიცემა არის დანაშაული, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ვხედავთ უდანაშაულოდ ციხეში ჩასმულ გამოკეტილ ადამიანებს, როგორიც არის აი მაგალითად თამთას მეუღლე და თამთას ძმა უკვე დღეს, რომელიც გუშინ დააკავეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, თუმცა დააკავეს ცოტა ხმამაღალი თქვა მე, რადგან კი არ დააკავეს, გაიტაცეს, უკნიდან მიეპარდნენ სასამართლოს ეზოში, ესეც ცოტა ცინიკურია და ძალიან ესეთი სიმბოლური ფაქტია, რომ სასამართლოს ეზოში, რომელიც სავსე იყო კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებით, რომლებიც ესწრებოდნენ საბას ხვიტარიძის პროცესზე მყოფი იცავდნენ უბრალოდ საბას ხვიტარიძის პროცესზე მყოფ გამომძიებელ სალომე იდიშერაშვილს, რომელმაც ფაქტობრივად პროცესზე მე ვესწრებოდი იმ პროცესს და დავინახეთ, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარა, რომელ ობიექტურ გამოძიებაზე არის საუბარი, უბრალოდ დაწერეს ის, რაც უნდა დაეწერათ, მოამზადეს საქმე ისე, როგორც უნდა მოემზადებინათ და წაიღეს სასამართლოში და აი ეს გამომძიებელი, რომ სასამართლოში აძლევდა ჩვენება, სასამართლოში ხდებოდა მისი გამოკითხვა, გარეთ ელოდებოდა ფაქტობრივად მთელი კრიმინალური პოლიცია და შეძახილზე რომ ჩვენ ვიმახსოვრებთ ცრუ პოლიციელებს, ცრუ მოწმეებს, ამიტომ დააკავეს გიორგი. გიორგის დაკავების დროს იმდენად არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რომ მას საკმაოდ მრავლობითი დაზიანებები აქვს, რაზეც გვექნება რეაგირება აუცილებლად, მათ შორის რა თქმა უნდა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა პირველ რიგში ამის შესახებ ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ცივილური სამყაროს მხარდაჭერა ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ჩვენს ქვეყანაში და ყველა ადამიანს მინდა ახსოვდეს, რომ დღეს თუ ჩვენ არ მოვიგეთ ეს ბრძოლა, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები აღარ იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ თქვენგანის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ თქვენგანის აქტიურობა, ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. სხვა არა გვაქვს ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობის. მადლობა და თამთად რომ გითხრათ ოკმელასთან დაკავშირებით, გიორგი ოკმელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ის სანშია ხო გადაყვანილი ახლა და როგორ არის, რა განწყობაზეა და მათ შორის ეს განწყობა ძალიან გადამდებია ხოლმე განსაკუთრებით ციხეში მყოფი ადამიანებისგან. ყველა ციხეში მყოფი ადამიანები აბსოლუტურად ყველა არის მხნეთ და ბოლომდე ბრძოლის სურვილზე. ანუ ვერავინ ვერ დაგვიკარგავს ამ სურვილს, ვერც იმათ და ვერც ჩვენ და ვერც იმ დანარჩენ ადამიანებს, ვინც აქციაზე ყოველდღე არიან და ვიბრძვით ამაზე. ანუ იქაც ოკმელასთანაც სრულიად აბსურდული, სრულიად რაღაცა არასერიოზული ჩვენებები არის. ამასთან ერთად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დიდ რაოდენ წლებზეა ლაპარაკი, ხო რაც 5 წელი მიუსაჯეს. აბსურდული ბრალდებით აბსოლუტურად. მადლობა ძალიან დიდი თამთა ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძის და გიორგი ოკმელაშვილის ცოლი, ორივე ადამიანი დღეს ციხეშია. არის ჩვენთან ერთად განძლეობას გისურვებთ, მარი კარევაძე ადვოკატი, უფლებადამცველი, ხო ჩვენთან ერთად ასევე. ამით ჩვენი დღევანდელი